ძალაუფლების გადანაწილება თუ პასუხისმგებლობის მოხსნა თბილისის მერი ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს. ქალაქის მთავრობა კვირიკაშვილის უწყებას თხოვს მერიას დაქვემდებარებული სატრანსპორტო კომპანია თავად გადაიბაროს. ეს ის კომპანია, რომელიც თბილისში ავტობუსების მოძრაობასა და მეტროპოლიტენს მართავს და რომლის მიმართ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს ბოლო პერიოდში ბევრი პრეტენზია დაუკრავდათ. ადრესატი მერიას უარით პასუხობს და საკუთარ ვალდებულებებს ახსენებს. მინისტრი ფიქრობს, რომ უგულავა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს. მერის შეთავაზებას უკვე მისცეს პოლიტიკური დატვირთვაც. თემაზე გვანცა პაპავაძე მუშაობს, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთვალთ. გვანცა, რა გახდა შეთავაზების მიზეზი და როგორია ეკონომიკის მინისტრისა და თავად მძღოლების პოზიცია? დიახთამთა, როგორც უკვე აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მართვაში მიღებასთან დაკავშირებით უარი განაცხადა. ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი თავად მინისტრმა გააკეთა და უარის თქმის მიზეზი განმარტა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქალაქის ტრანსპორტით უზრუნველყოფა მერიის ვალდებულებაა და კომპანიის მართვაში გადაცემით მერია პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და პრობლემების გადაბარებას ცდილობს. მერიაში კი ამბობენ, რომ ინიციატივის მიზეზი თავად მძღოლები არიან, რადგან მათ მერიასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. რაც შეეხება თავად მძღოლებს, თავის მხრივ მძღოლები აცხადებენ, რომ მათთვის სულ ერთია თუ ვის დაქვემდებარებაში იქნება კომპანია. ჩვენი სამინისტრო არაპირებს ბალანსზე გადმოიბაროს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ქალაქ თბილისის მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და მეტროპოლიტენთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარება არის თბილისის მუნიციპალიტეტის და მერიის პირდაპირი მოვალეობა და მათი მცდელობა, რომ ეს პრობლემები გადმოაბარონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, წარმოადგენს პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებას. ჩვენ საჭიროებო საქმეს მიხედავს, რომ რომელი კომპანია იქნება, ჩვენთვის სულ ერთია. დღესვე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა შრომითი ურთიერთობისა და დიალოგის კომისია, რომელიც მომდევნო კვირაში შეიკრიბება და მძღოლების პრობლემებს დეტალურად განიხილავს. საკითხს უკვე მოყვა შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან. თუ რას ფიქრობენ ამ საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკოსები, თემაზე ვრცლად ჩვენს მთავარ გამოშვებაში ზუსტად 9 საათზე მოგიყვებით. გმადლობთ გვანცა, მერის შეთავაზება და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ნახეთ გვანცა პაპავაძის რეპორტაჟის საღამოს 9 საათზე.